სოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და საერთაშორისო მკვლევრები ირაკლი კობახიძეს საქართველოში უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმების კონცეფციის გადახედვისკენ მოუწოდებენ. წერილში, რომელსაც 65 პროფესორი და მკვლევარი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ 16 ოქტომბერს კობახიძის მიერ წარდგენილი კონცეფცია საქართველოში იმ უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ჯანსაღი, განსხვავებული აზრის მისაღებად არის ღია. პროფესორები თვლიან, რომ ახალი რეფორმა საქართველოში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და პირიქით, საგანმანათლებლო სექტორზე მთავრობის კონტროლს გაზრდის. წერილის ავტორები ფიქრობენ, რომ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ მოქალაქეების პერსპექტივებსაც შეზღუდავს. ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ქართულ უმაღლეს განათლების სისტემაში დიდი ხანი არსებობს პრობლემები. ის ზომები, რომლებიც თქვენ წარმოადგენთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში, ამ პრობლემებიდან ვერცერთს ვერ აგვარებს. პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე. ხელმძღვანელ პირებად დანიშნულები იქნებიან მთავრობისადმი დაქვემდებარებული რექტორები და ადმინისტრატორები. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად აკადემიურ პროგრესებსა და სასწავლო გეგმებზე ფაკულტეტების კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება. კიდევ უფრო შემცირდება უნივერსიტეტის ბიუჯეტი და რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება. რეფორმა საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღია, ჯანსაღი, განსხვავებული აზრისთვის. კარგად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტის სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევის შესაძლებლობებს და საერთაშორისო გაცვლას, საცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად გაზიარდება და კვლევა თავისუფლად წარიმართება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება. ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენისას თქვა, რომ სკოლებში სწავლა 11 წლიანი უნდა იყოს, ერთი ფაკულტეტი კი ერთ ქალაქში უნდა ისწავლებოდეს. ეს ნიშნავს, რომ თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები კონკრეტულ უნივერსიტეტებზე გადანაწილდება. კობახიძემ დაფინანსების სისტემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული საგრანტო სისტემა გადასინჯვას საჭიროებს. მისი განმარტებით, დაფინანსების ფორმა სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს სათანადოდ არ ითვალისწინებს და უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე არ არის ორიენტირებული.